ამერიკის პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილებები და ბრძანებები საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი ხდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანის გეგმა და სააგენტოს საქმიანობის მწვავე კრიტიკა. ქალი ტრანსგენდერებისთვის ქალთა სპორტში მონაწილეობის აკრძალვა, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება, ის იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი არის, გამოც სხვადასხვა შტატში გამოსვლები დაიწყო. აქციების მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაცია არც ერთ საკითხზე პოზიციების გადახედვას არ აპირებს. ამერიკელი მოქალაქეების თანხების ფლანგვა, ვაშინგტონის ინტერესებისთვის ძირის გამომთხრელი და ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი საქმიანობა. ტრამპის შემდეგ USAID-ის მიმართ მძიმე განცხადებებს და ბრალდებებს აჟღერებენ სახელმწიფო მდივანი და ვიცე-პრეზიდენტი. სააგენტოს მისამართით რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა დაანონსებული. From now on, women's sports will be. ამიერიდან ქალთა სპორტი იქნება მხოლოდ ქალებისთვის. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ქალ ტრანსგენდერებს ქალთა სპორტულ სახეობებში მონაწილეობას უზღუდავს. ამით ტრამპის ადმინისტრაცია სურს დაიცვას ქალები და გოგონები, რათა მათ შეჯიბრის დროს დაპირისპირება არ მოუწიოთ ტრანსგენდერ მეტოქესთან. კრიტიკოსების თქმით, ეს ცვლილება არღვევს უმცირესობაში მყოფ სპორტსმენთა უფლებებს. პრეზიდენტი მკაცრად აფრთხილებს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, არ დაარღვიონ მის მიერ ხელმოწერილი ახალი რეგულაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსებას დაკარგავენ. ამას გარდა დონალდ ტრამპი ასევე მოუწოდებს საშინაო უსაფრთხოების მდივანს 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ვიზები არ გასცეს ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის. ამ აღმასრულებელი განკარგულებით ქალთა სპორტთან ომი დასრულებულია. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ დავიცავთ ქალ სპორტსმენთა საამაყო ტრადიციას და არ მივცემთ საშუალებას მამაკაცებს სცემონ, დააზიანონ და მოატყუონ ჩვენი ქალები და გოგონები. ვაფრთხილებთ თითოეულ სკოლას, რომელიც გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინანსდა. თუ თქვენ საშუალებას მისცემთ მამაკაცებს ჩაერთონ ქალთა სპორტულ გუნდებში ან შეიჭრან მათ გასახდელ ოთახებში, თქვენს წინააღმდეგ დაიწყება გამოძიება. მეცხრე თავის დარღვევისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენებთ ფედერალური დაფინანსების საკითხს. აღარ მოხდება ფედერალური დაფინანსება. მრავალი ტრანსგენდერი ახალგაზრდისთვის ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ქვეყანა მათ ომს უცხადებს და ეს გავლენას იქონიებს მათ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ვაღიარებ, რომ ამან იმოქმედა ჩემზე. 53 წლის ვარ. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სკოლასა და კოლეჯში სწავლობენ, ეს განსაკუთრებით რთულია. ეს სისასტიკია მათ მიმართ. ფაქტობრივად სურთ ამოძირკვონ ტრანსგენდერები ამერიკული ცხოვრებიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ისინიც ამერიკელები არიან. ახლა არა მხოლოდ ტრანსგენდერების ქალთა სპორტში მონაწილეობის აკრძალვის გამო, არამედ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიერ 20 იანვრის შემდეგ გატარებული მკაცრი პოლიტიკის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები იმართება. მათ შორის აპროტესტებენ USAID-ის პროგრამის როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმებას და მის შესაძლო დაქვემდებარებას სახელმწიფო დეპარტამენტზე. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო განმარტავს, რომ USAID მოქმედებდა არა როგორც ამერიკის სამთავრობო სააგენტო, როგორც ეს მის წესდებაშია გაწერილი, არამედ როგორც გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ამერიკელი ელჩების თქმით, არც თუ იშვიათად USAID თავისი საქმიანობით ძირს უთხრიდა ვაშინგტონის ინტერესს და ამით მასპინძელი ქვეყნების მთავრობების აღშფოთებასაც იწვევდა. USAID იღებს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს და ხარჯავს ისე როგორც გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს ეროვნულ ინტერესებს. ისინი მხარს უჭერენ პროგრამებს, რაც აღაშფოთებს მასპინძელ მთავრობას, ვისთვისაც ჩვენ ვცდილობთ მუშაობას უფრო ფართო მასშტაბით. ასე რომ ისინი არიან სრულად უპასუხისმგებლო. ეს არ ეხება უცხოური დახმარების თავიდან აცილებას. არსებობს საქმეები, რასაც USAID-ის საშუალებით ვაკეთებთ და რაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ამის გაკეთება უკეთესია სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით თუ რეფორმირებული USAID-ის მეშვეობით. ეს არის პროცესი, რომელზეც ვმუშაობთ. USAID-ში არის რაღაც, რომლის დაფინანსებაში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ან რომელთანაც ბევრი კითხვა გვაქვს, მაგრამ მათ საერთოდ არ სურთ თანამშრომლობა. ასე რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გქონდა, გარდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმისა, რომ ისინი კონტროლის ქვეშ მოექცეს. USAID-ის მუშაობას აკრიტიკებს ვიცე-პრეზიდენტი ვენსიც, რომელიც რელიგიური თავისუფლების სამით დაესწრო. როგორ მივიდა ამერიკა იქამდე, რომ გადასახადის გადამხდელთა ასობით $1000 ვაგზავნეთ საზღვარგარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მთელს მსოფლიოში ათეიზმის გავრცელებით არიან დაკავებული. რელიგიური თავისუფლების დაცვა ასე არ გამოიყურება და ამას ეს ადმინისტრაცია დაასრულებს.
თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ USAID 10 წლეულების განმავლობაში ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე ფლანგავდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულს და მათ ამის დასადასტურებლად ვებგვერდზე მცირე ჩამონათვალიც გამოაქვეყნეს. სიას აქვეყნებენ სენატის რესპუბლიკელებით, სადაც მათი მოსაზრებით ნაკლებად პრიორიტეტული პროექტებია დაფინანსებული და ამ სიაში ფიგურირებს საქართველოში მწვანე ტრანსპორტის განვითარებისთვის კომპანია Deloitte-ისთვის გამოყოფილი 25 მილიონამდე დოლარიც. თეთრი სახლის პრეს-ნდივნის თქმით, მილიონობით დოლარს ვეღარ მიიღებს ვერც გამოცემა პოლიტიკო, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა. მედია ორგანიზაციაში კი განმარტავენ, რომ ისინი არასდროს ყოფილან ფედერალური დაფინანსებისა თუ სუბსიდირების ბენეფიციარი და ის, რაზეც ვაშინგტონში საუბრობენ, გამოცემის ყოველწლიური გამოწერის საფასურია, რომელსაც ფედერალური მთავრობის სხვადასხვა სააგენტო იხდიდა პუბლიკაციებზე შეუზღუდავი წვდომისთვის. ფაქტს ეხმაურება ტრამპიც. როგორც ჩანს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს USAID-ში და სხვა სააგენტოებში, რომელთა დიდი ნაწილი ყალბი ახალი ამბების მედიის დასაფინანსებლად მიდის. დემოკრატების შესახებ კარგი ისტორიების შესაქმნელად. მემარცხენეების მდარე ხარისხის პოლიტიკომ, როგორც ჩანს, 8 მილიონი დოლარი მიიღო. New York Times-მაც მიიღო თანხა? კიდევ ვინ? დონალდ ტრამპს ასევე აკრიტიკებენ ღაზის სექტორთან დაკავშირებული გამოთქმული მოსაზრებების გამო, სადაც მან ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს და გადაიბაროს ღაზის სექტორი. ამ განცხადების შემდეგ კონგრესმენმა ალ გრინმა ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა.